უნგრეთის მთავრობა უკრაინაში რუსეთის მასშტაბურ იერიშებს გმობს და რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისმა უწყებამ უნგრეთში რუსეთის ელჩი ევგენი სტანისლავოვი დაიბარა. მისი დაბარების მიზეზი უკრაინისა და უნგრეთის საზღვართან ახლოს ზაკარპატიის ოლქზე მიტანილი რუსული დრონების მასშტაბური იერიში გახდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩმა დაახლოებით 30 წუთი დაჰყო. შეხვედრის შემდეგ კი მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. როდესაც რუსეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოდიოდა, აქტივისტმა უნგრულად მიმართა. Товарищ конец. ამხანაგო ყველაფერი დასრულდა. რუსეთმა 13 მაისს დღისით მასშტაბური იერიშები მიიტანა უკრაინის დაახლოებით 20 რეგიონზე, მათ შორის ზაკარპატიის ოლქზე. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაბომბვის დროს რუსულმა არმიამ 8-ზე მეტი დრონი გამოიყენა. უკრაინის პრეზიდენტი ბუდაპეშტის ნაბიჯს მიესალმა და განაცხადა, რომ უნგრეთის მხრიდან რუსეთის ელჩის დაბარება მნიშვნელოვანი გზავნილია. მან უნგრეთის ახლად არჩეულ მთავრობას პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის ელჩის დაბარება იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილების ნათელი მაგალითია, რომელიც უნგრეთში ახალი მთავრობის დამტკიცებას მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანის მთავრობა დაამარცხა, ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ იმ მემკვიდრეობას და პოლიტიკას შეცვლიდა, რომელიც მისმა წინამორბედმა მთავრობამ 16 წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა. მათ შორისაა ბუდაპეშტსა და მოსკოვს შორის მრავალწლიანი თბილი ურთიერთობების გადახედვაც, რაც ელჩის დაბარებაშიც აისახა.